გემრიელესი 72 ფურცლიანი ბაკლავას რეცეპტი ხათოსგან. აბა, როგორია ნახეთ, ვისაც გინდათ, ნუ შრომატევადი არის, ვისაც გინდათ, აი ესეთი ფურცლები, ნახეთ ფურცლები, სულ ფურცელ არის, აი სულ ფურცელ არის, აი ესეთი ბაკლავის რეცეპტი. აიღეთ, უყურეთ ვიდეოს, დეტალურად ხსნი ყველაფერს. ბაკლავა, გემრიელესი, ნამდვილი თურქული. ნახეთ აი რამ როგორია, ნიგზით გაძეცკილი ბაკლავა ხათოსგან. მოგესალმებით ჩემო საყვარელო მეგობრებო, ბორჯომიდან მოგესალმებით და ეხლა მინდა გამოვაცხო ფახლავა, ჩემი ბავშვობის მეგობარი გარდაიცვალა, ძალიან კარგი ქართველი ვაჟკაცი ზურა ცინცქალაძე და ხვალ არის 40 და მისი სულისთვის მინდა ეს ფახლავა გამოვაცხო. ფახლავას უამრავი რეცეპტი მიდევს, სომხური ფახლავა, ბაქოს ფახლავა, თურქული ფახლავა, მაგრამ აი ეს რეცეპტი მიყვარს ყველაზე ძალიან. ეს არის ნამდვილი თურქი ბებოს მიერ დადებული რეცეპტი და ესეც მიდევს. მე ძალიან ისეთი გემრიელი ფახლავაა და სადაც მიმიტანია ეს ფახლავა, ყველგან დიდი მოწონება დაუმსახურებია და თან ისეთი გარემოა აქ, რომ აი ცხობაც, აი როგორ შეიძლება ესეთ ხედები რო, აი ყველგან, აი ჩემს სახლს აი ეს ხედები აკრავს. გვერდით რომ ცხობის ხასიათზე, ზოგადად მე ცხობის ხასიათზე იცით თქვენ რომ სულ ვარ. რეცეპტი ძალიან მარტივია და უბრალოდ ყურადღებით თუ მომისმენთ, ნებისმიერი ადამიანი გააკეთებთ, ამისთვის დაგჭირდება თუ დიდი კვერცხია 4 ზომა, მე პატარა კვერცხი ვიყიდე და ამიტომ 5 ცალი კვერცხი. უბრალოდ აი კამერა შეიძლება კამერაზე მაძლევთ ხოლმე შენიშვნას მწიკვი მარილი, ნახეთ, მწიკვი მარილი. ამ რეცეპტში უნდა გამოფხვიერებელი უნდა, აი მთლიანი გამოფხვიერებელი. აუცილებლად უნდა ძმარი, ნახეთ, 1 სუფრის კოვზი ძმარი. რეცეპტს მაინც ვწერ ხოლმე მე დეტალურად ხსნი, მაგრამ რეცეპტს მაინც ვწერ ხოლმე. 200 გრამიან ჭიქაზეა საუბარი. კარგი მიოჯუზე მიყვარს და ზეთი. 200 გრამიანი თბილი რძე. საოცარი ცომია, საოცარი რეცეპტია. აუცილებლად მე ყოველთვის უმატებ კონიაკს, ცომს უხდება ძალიან, აი ეს კონიაკი დაუმატოთ, არაწყენს და აუცილებლად უნდა ვანილი. ვანილიც ჩავაყარე და აი ესე უბრალოდ უნდა ამოურიოთ. აი ესეთი მარტივად. ეს არის 63 ფურცლიანი, აი წარმოიდგინეთ ფახლავა. სანდრო, ფახლავაა თუ ბახლავა? ბაკლავა. ხო, რავი, ბაკლავა. 63 ფურცლიანი. ანუ 9 ფენა არის და 7 ფენას ცალკე გავიყვარ, ამას ყველაფერს გაჩვენებთ. და აქ მაქვს ზუსტად 6 ჭიქა, 200 გრამიან ჭიქაზეა საუბარი. აი ესეთ ჭიქებს რო ძველად კომუნისტების დროს რო იყო და ეხლა ჩავაცრი, გაცრილია, ფქვილს გაცრა, იმიტომ რომ ჟანგბადით გავამდიდროთ. სხვა არაფერია, თორე ეხლა ისეთი ფქვილი აღარ იყიდება, რომ აი შეგვეშინდეს, რომ რაღაცა შიგნით იქნება. ეხლა მოვზელ ცომს, აი ესე ხელით, ეხლა ხელით ზელვაზე გადავალ და გაჩვენებთ რა უნდა გავაკეთოთ. 15 წუთი უნდა დავასვენ. აი ამ პროპორციებით, რაც ვთქვი, ნახეთ როგორი ცომი მოიზივა. და აი ეს დარჩა, ნახეთ, სულ წავიდა ეს პროპორცია. ნახეთ, კარგად უნდა მოზილოთ, კარგად ესე ხელით და აი ნახეთ, აი ეს გლუვი უნდა გამოგივიდეთ. ნახეთ როგორი ცომია. ეხლა ამას მეტი არაფერი არ უნდა, ეხლა ამას დავასვენებ. ზუსტად 30 წუთი და დაგიბრუნდებით. სანამ ცომი ისვენებს 30 წუთის განმავლობაში, მე გავადნი კარაქი, რომელიც დაგჭირდება ზემოდან მოსასხამად და ყველაზე სწორად მოსამზადებელ სიროპს გასწავლით. ზოგადად სიროპი თუ დაგჭირდებათ, ყველაზე სწორად როგორ უნდა მოვამზადოთ. აქ არის 3 ჭიქა 200 გრამიანი წყალი და 3 ჭიქა შაქარი. აი ეს არის ზუსტი პროპორციები და ჯერ უნდა დაუწიოთ დაბალზე სიროპი რომ მომზადდეს, არ უნდა მაღალი. აი ნახეთ. აი ესე ოდნავ. ეხლა
უნდა დავუწიოთ დაბალზე და ურიოთ კარგად, შაქარი რო გავღვება, მერე აუწევ, გავუკეთებ ნახევარ ლიმონს, აუცილებლად უნდა, ბევრიც არ უნდა, ძალიან, აი ოდნავ უნდა იგრძნობოდეს სიმჟავე და დარიჩინის მიხაკ დარიჩინის რამოდენიმე 6 ცალ ღერს გავუკეთებ არომატისთვის ძალიან უხდება და წინასწარ ეხლა რატო ვამზადებ, იმიტომ ვამზადებ წინასწარო მე მიყვარს აი ძალიან ხრაშუნა რო ამიტომ არც ბაკლავა არ არის ცხელი და სიროფიც არის გრილი, ორივე არის გრილი და აი მერე გამოდის იდეალური ბაკლავა. ამიტომ მე ცხელს რო ვასხავ, მერე ძალიან უბება და მე ძალიან დამბალი ბაკლავა არ მიყვარს. მოვამზადებ, გადავდებ გვერდზე, გავუკეთებ ლიმონს, როგორც გითხარით, მაგასაც გაჩვენებ. ნახეთ, თუ ურევთ, ქაფსაც აღარ გაიკეთებს, უკვე აი მთლიანად გაიხსნა შაქარი, უკვე დაიწყო დუღილი. მე გავწურე რომ ის არ მოყვის, რა ქვია, კურკები არ ჩამივარდეს. თავისივე ნახევარი ლიმონიც ჩავაგდე, ნახეთ. და რამოდენიმე ღერი, მიხაკი ბევრი არ ჩამივარდეს. მიხაკი არის ძალიან მძაფრი, ამიტომ აი 6 ცალზე მეც არ ჩავაგდებ, ბევრი არ მოგივიგეთ. აი ნახეთ, ეხლა უკვე 5 წუთი დარჩა და ცომის დამუშავებას დავიწყებ და აი 5 წუთი უკვე ეს დუღს კარგად მოკლედ 10-15 წუთი სიროფი უნდა ვადუღოთ, რომ სქელი, ბლანტი და კარგი გამოვიდეს და გამოვთავ და გავაცილებ. რა თქმა უნდა, შრომატევადია ეს ბაკლავა, 5 საათი მაინც მოუნდები. მაგრამ თუ მოინდომებ და თუ გინდათ ნამდვილი ბაკლავას გაკეთება, მაშინ უნდა გავაკეთოთ. ადვილი არის მარტო ჭამა და ძილი, სხვა არაფერი არ არის ამ დედამიწაზე ადვილი. ამიტომ შრომატევადი არის, რა თქმა უნდა. აი ეს უკვე 5 წუთში მზად იქნება, მოსული იქნება და მე ამას გამოვთავ და დავდგავ თავისთვის გაგრილდება. მერე ბაკლავას გამოვიღებ. ბაკლავასაც აუცილებლად გავაგრილებ და მერე მხოლოდ ბოლოს დავასხავ, იმიტომ რომ მე ძალიან დამბალი როა. თურქები უმეტეს ბაკლავას ცხელს ასხავენ, მე არ მომწონს ესე, მე როგორც მომწონს ისე უნდა მოვამზადო. უნდა იყოს ხრაშუნა აუცილებლად ბაკლავა და ძალიან ჩამბალი არ უნდა იყოს. გაცთუხთუხებს და ეხლა ჩაუმატებ 2 სავსე კარგ თაფლს. მე კარგი თაფლი მაქვს და თაფლი აუცილებლად უნდა ჩავუმატოთ 2-3 სუფრის კოვს. ნახეთ, აი ძალიან ბევრი გუნდები დავყავი უბრალოდ, ეხლა დავჯექით, ცომთან მუშაობა დავიწყე. აი ესეთი მოგრძო ფორმა მივეცი, ერთი ხელით ვიღებ, სამწუხაროდ სანდრო ვერ დამეხმარება, იმიტომ რომ ეზარება. აი ესეთი გრძელი ფორმა მივეცი და ეხლა წარმოიდგინეთ, ეს ბაკლავა არის 63 ფენიანი და 63 პატარა ბურთები უნდა დავჭრა და დავჭირდება ძალიან ბევრი რაოდენობის სახამებელი და დანარჩენს რას ვაკეთებ გაჩვენებთ. უნდა 9-ჯერ 7 ფენა უნდა გამოგვივიდეს. ახლა დავიწყებ აი ესეთი პატარა გუნდების დაჭრას, ნახეთ, პატარა და დავაბურთავებ ჯერ. და მე დაგებრუნდებით და გაჩვენებთ რას ვაკეთებთ. 9 ბურთი უნდა გავყოთ ჯერ და მერე აი ერთი ბურთიდან უნდა გამოვიყვანოთ 7-8 ცალი. 8 ცალი იყოს. რომ 9 და 8 ფენა ერთად უნდა გავიყვანოთ სახამებლით. ხო მიხვდით, ძალიან მარტივია. მოურჩიე ხა 9-ვე. 9 ფენა იქნება სულ ჩვენი ბაკლავა და თითოში იქნება 8 ფენა. და ეხლა ამას გავწევ, რა თქმა უნდა, იქით და ჩემს და მოვაყრე უკვე ფქვილს და დავიწყებ აი აქედან პირველი, რომელიც გავაბრტყელე ჯერ დიდი საბრტყელებით გავიყვან და მე აი ამ თხელი საბრტყელებით ძალიან თხელი ფენა უნდა მივიღო და ავაწყოთ ერთად ბაკლავა. ძალიან უკვე მარტივია. შრომატევადია, მაგრამ მეორედ ვინც გააკეთებთ უკვე ამას ძალიან არ მოგეჩვენება ძალიან რთული. ძალიან მარტივად გავიყვანე და არის უთხელესი. ნახეთ როგორი თხელია, ახლა თვითონ ეს ფორმას შემოვაჭრი, აი ასე, ზომაზე და გაჩვენებთ როგორ ავაწყობ. მეოთხე ფენას მოვაყარე ნიგოზი, მეხუთე ფენას ვაბრტყელებ და მე მეექვსე ფენას კიდევ ნიგოს მოვაყრი და დავჭრი. მივედით მეცხრე ფენაზე ჩემო საყვარელო მეგობრებო და ეს უკვე ცოტა ესეთი დიდი უნდა გავაკეთოთ და უნდა
ჩაუკეცო ეხა ესე კარგად, აი. ხედავთ? აი ესე. კარგად უნდა ჩაუკეცო. ცოტა ყველაზე თხელი გავაკეთე ეხა ეს და ესე ჩაუკეცავ გემრიელად. დაგიბრუნდებით მე ჩაუკეცავ. და ჩაუკეცე და ეს მომენტი მიყვარს უკვე უნდა დავიწყო დაჭრა შუიდან. აი ნახეთ შუიდან და ესე უნდა დავჭრა. ვინმე დაჭრა რო გენანება ის მომენტია იმდენი ვიწვალე. აი სრული 4 საათი მომდი. მით უმეტეს როგორი ჯქარი ხელი მაქვს და თან აი უკვე იმდენად კარგად ვაკეთებ ძალიან ადვილად და აი მაინც როგორ აი კომენტარებში დამიწერეთ, აი ვთქვათ შეკვეთაზე რომ მოამზადო ესეთი ნიგვზით გაძეცგილი და აი კარაქზე ნატურალურ კარაქზე მომზადებული ბაკლავა რამდენად უნდა გაყიდოს ადამიანმა. აი ხო შეიძლება რომ დავიწყო კაცო და ყველაფერს ყიდის და მეც რომ გავაკეთო ამის ბიზნესი და აი ესეთი ძალიან საწვალებელია და რამდენად უნდა გავყიდო აი კომენტარებში ძალიან გთხოვთ დამიწერეთ რა იცით იქნებ დღეში ერთი რომ მოამზადო და რომ გაყიდო მე ხო არც ფასი არ ვიცი რა ღირს აი უბრალოდ შეიძლება პროდუქტი ხა ნიგოზი გასაგებია და კარაქი რო ძვირია მაგრამ აი იმდენად შრომატევადია რომ გაუცდებით რა და ესე დავჭრი ახლა ეს არის სასწაული დაგიბრუნდებით აი ნახეთ და ეხლა ვიწყებ აი ესე ცხიმით არ გავშღინთე იმიტომ რომ აი ეხლა ნახეთ 200 გრადუსი 200 გრამი კარაქი გავადნე და აი ესე ყველგან აი ესე უნდა ჩავასხა აი ეს მომენტი მიყვარს უკვე ეს ნაწვალები და ეს ყველაფერი ეს გავტყელებული გალამაზებული აი ეს არის ძველი ნამდვილი ძველი თურქული შრომატევადი ხა 1000-ნაირად მიოლად რო აკეთებენ ეგეთი ბახლავა არ არის და აი რთულად მოსამზადებელი როა ეს მიყვარს ნახეთ როგორია აი ესე მივყვები ბოლომდე გამოვაცხობ 180 გრადუსზე მე კიდე ჩაუჭრდი მოვასხავ სიროფს და დაგიბრუნდებით მიყვარხართ ყოფილობისთვის მოვაწყე ნიგოზი და გამოვაცხობ 180 გრადუსზე ალბათ 1 საათი და 20 წუთი დაჭირდება ყველაფერი უნდა გადაიშალოს ამიტომ გრადუსი მაღალი არ შეიძლება დაგიბრუნდებით შეხვედრამდე ეს მომენტი მიყვარს რომ გადაიშლება ნახეთ რამდენი ფურცელია გამოვიღე ეხლა ნახე ნუ აი ხრაშუნს ვერ გეტყვით და რა ხდება ეხლა ეს გაგრილდება და თქვენთან ერთად სიროფს დავასხავ ბოლო შტრიხი და ეს მეყვარს ყველაზე ძალიან უკვე გაგრილდა ორივე გაგრილებულია მე გითხარით წეღან რომ არ მიყვარს და ესე დავასხავ ეხლა თქვენთან ერთად რაიმე ეს რა არის და რამდენი ფურცელია ზუსტად 72 წელს ხო არ დაბადებულია აი 72 ფურცლიანი ფახლავა ხათოსგან აი ესე დავასხავ ეხა ბოლომდე ამას და დილით იქნება აი სადაც გინდათ წაიღეთ ვისთანაც გინდა ნებისმიერ ექსპერტთან კულინართან ამაზე გემრიელობას და ესე დავასხავ ბოლომდე